მე ადამიანს ჭირდება სულიერ ცხოვრებაში გონივრულობა, სიბრძნე. ვის რომ თქვათ სიყვარულზე საუბრობთ, ეს არ გამორიცხავს ჩვენს აზროვნებას, ინტელექტუალურ, ლოგიკურ მსჯელობასაც კი. არაფერს, ანუ სულიერ ცხოვრებას, ნახეთ, სულიერ ცხოვრებას ჭირდება არა სტიქიური ნებისმიერი სათნოება უნდა ახსრულდეს, არა სტიქიურად, ინტუიციურად, ემოციურობით ან გრძნობით მხოლოდ, არამედ აზროვნებითად. ანუ გააზრებულად, ყველაფერს გააზრებულად თუ ნაკეთებდეს ქრისტიანი და ამიტომ არის ეს მაგალითი რომ მოყავს უფალს. ვისმე უნდა თქვენგანს და უნდეს, ვისმე უკვე თქვენგანს და უნდეს გოდოლი შენებად, არამია პირველად დაждდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს უკვე თუ აქვს რაითა კმა ეყოს მას ახსრულებამდე. ანუ როცა აშენებ რაღაცას, შენობას ხო დაიანგარიშებ ჯერ გეყოფა მასალა, გეყოფა თანხა და მერე დაიწყებ და თუ შუაგზაზე გააჩერებ და დარჩები ისე რა აზრია კეთებას, ანუ რაციონალურ აზროვნებას, გონიერებას, მოკლედ ესე ვთქვათ, მოაზროვნებას ითხოვს ჩვენგანი. რა თქმა უნდა, მშენებლობაზე არ არის საუბარი. აქ სწორედ სულიერ ცხოვრებაზეა საუბარი და მოაზროვნეობითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფრისადმი და ჩვენ ხო ძალიან ხშირად ვიცით საკუთარი თავიდან გამომდინარეს. და საერთოდ საქართველოს მაგალითზე სტიქიური რელიგიურობა რო აი რა ვიცი აი ისე ფანტასტიკურ ფორმებს იძენს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ადამიანი გაუაზრებლად აკეთებს ყველაფერ ამას არ აზროვნებს არ ფიქრობს მე მინახა პირადად მინახავს აი ინტელექტუალი ადამიანი პროფესორი შეიძლება იყოს და საბუნებისმეტყველო მეცნიერების და ან მათემატიკოსი ან ფიზიკოსი ან რაღაც რო შემოვა ეკლესიაში აღარ აზროვნებს კაცო აღარ აზროვნებს და როგორ შეიძლება ამის გაკეთება